ზოგადად უსაფრთხოების სამსახურში მთავარი პრობლემა არის ვის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ეს სამსახური. ანუ ტრადიციულად ჩვენთან ეს კგბ-დან მოდის, რომ უსაფრთხოება არის მთავრობის უსაფრთხოება, ანუ ხალხისგან დაცვა. და როგორც გასწ ინსტიტუცია ჩდება, არაფერი კარგი იმასთან არ გამოვა. ანუ გასაგებია, რომ ეს სამსახურების რაღაც ფუნქცია ზოგადად საზოგადოებაში არსებობს. აი რაღაც დაზვერვა, კონტაზვერვა, ეს რაღაცებს შეიძლება იყოს, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ პრინციპის დონეზე როცა ვქნით რაღაც ინსტიტუციას, რომელიც მთავრობას იცავს, მთავრობის დაცვა, ქვია კიდე ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების, ანუ ჩემი მოქალაქის უსაფრთხოების კი არის, ან რაღაც მაგალითად წყობის წესრიგის, არამედ აი მთავრობის უსაფრთხოების პირდაპირ ინსტიტუცია, იმისგან არაფერი კარგი არ გამოვა. იმიტომ რომ აი როცა ვიღოთ დაზვერვის ან კონტრაზვერვის ელემენტები თქვა შემოვიდა ჯაშუში, რა უნდა გააკეთო? უნდა უთვალთვალო, უსმინო რაღაც და გამოავლინო. მაგრამ ამიტომ ეს უფლებამოსილება უნდა გადავცეთ. მაგრამ გამოდის რომ გადავეცით ეს უფლებამოსილება რაღაც კეთილი მიზნებიდან იმ ხალხს, რომელსაც იცავს მთავრობას. და გამოდის რომ მე ოპოზიციონერს უთვალთვალებენ, უსმენენ და შემდეგ და ამის არანაირი კონტროლი ცენტრში არ არსებობს. ანუ ასე თუ უბრალოდ ვიღაცას მიეცეს უფლება, უთხარი წადი და აკონტროლე ხალხიო, ნუ რავი, გააკონტროლებს, ოღონდ საიდან გარანტია რომ იმ ხალხს გააკონტროლოს, რომელიც შენ გინდა. ამიტომ ჩემ გამოსახედიდან ის ინსტიტუცია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ანუ პრინციპის დონეზე არ უნდა არსებობდეს. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ აი რაღაცა ჩავშალოთ ინსტიტუცია, თქვათ რომ აი ეს ფუნქცია რაღაც კარგი ფუნქციაა და იყოს. აი მაგალითად სუსი ებრძვის კორუფციას. ხა კორუფციასთან ბრძოლა გასაგები რაღაცნაირად უნდა არსებობდეს, მაგრამ სუსი ებრძვის კორუფციას, ანტიკორუფციული ბიურო რაღაცას იმიტაციას რო აკეთებს კიდე, იქ ცალკე პროკურატურა რაღაცა მთელი ინსტიტუციები გვაქვს და შევდახვდეთ რაღაც სხვა ინსტიტუციაზე. ცალკე ინსტიტუცია იქნება თუ ვიღაცასთან შევაერთებ და ისე ბრძოლოთ კორუფციას მაგალითად, მაგრამ ინსტიტუცია რომელიც მთავრობას იცავს ხალხისგან არ უნდა არსებობდეს არანაირი ფორმით. ამიტომ დღევანდელ შემთხვევაში პრობლემა ეს უბრალოდ არსებობს და ეს უფლებამოსილება ვიღაცას აქვს. პარლამენტში, როცა სუსის უფროსი მოდის, ძალიან ეტყობა სიტუაციას ვინ ვის მართავს. ანუ იდეაში ჩვენი კანონმდებლობით პარლამენტი ახორციელებს ზედახედველობას სუსზე და რაღაც ნდობის ჯგუფია და შემდეგ, მაგრამ სუსის უფროსი რომ მოდის, ჩანს რომ სუსი მართავს ამ პარლამენტს და არაპირიქით. ანუ პარლამენტარების ქცევა ქართული ოცნების სულს ამას მიუთითებს ხოლმე. აქედან გამომდინარე, ესეთი მექანიზმები კონტროლის, რომ აი მოდით ახლა რა ვიცი კომიტეტმა, უსაფრთხოების კომიტეტმა რაღაც გამოითხოვოს ინფორმაციას, არ არსებობს, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე უნდა ენდო იმ ხალხს, ვინც ინფორმაციას გაწვეს. მეტის მე არ მსმენია სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში რომ ასეთი კონტროლი ეფექტიანი იყოს. სულ პრობლემა ამერიკაში სულ პრობლემაა სპეცსამსახურებთან ურთიერთობა, ევროპაში პრობლემაა და ეხა იქთან დიდი ტრადიციები აქვს ზოგადად დემოკრატიული ქცევის და ადეკვატურობის ასე თქვა და ჩვენ შემთხვევაში არც ტრადიცია გვაქვს. ამიტომ მე საერთოდ არ მგონია რომ ჩვენ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ კონტროლის ნაწილში და რადგან არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ეს უნდა დავშალოთ. მაგრამ აქ უკვე მანდატზე მიდის, ანუ რამხელა მანდატს მომწევს ქართული ხალხი. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ქვეყანაში ყველა მოდიოდა ამ კგბ-ს შეუწვიდა სახელს, დაარქმევდა რაღაც სხვას და აგრძელებდა გამოყენებას. და თუ იმდენი მანდატი არ მაქვს, რომ ასე ვთქვათ, ეს დავანგრიო, მაშინ გამოვა რომ ეს დარჩება. ხო, მაგრამ ყველა რაც არ უნდა იყოს ნანგრევისკენ იქნება ჩვენი მიმართულება. ალბათ უნდა იყოს საჯარო დისკუსია სუსის ფუნქციებზე, რა ჩასვლის ქართული ხალხის საჭირო ფუნქციად. მე ვიპოვოთ სათანადო ინსტიტუცია, რომელსაც მართლა პარლამენტი გააკონტროლებს, იმიტომ რომ წარმომადგენლობა იქნება განსხვავებული, სასამართლო კონტროლი იქნება ეფექტიანი და ასე შემდეგ. და იქ გადავცეთ. დანარჩენი გავაქროთ, იმიტომ რომ არის არ ჭირდება ასეთი ინსტიტუცია თუ ცივილიზებულ საზოგადოებაში ცხოვრობთ. პრობლემა რაში მდგომარეობს, აი რატომ არ მუშაობს სასამართლო კონტროლი, გარდა იმისა, როგორც სასამართლო გვაქვს, აი წამოვიდგენთ, რომ სასამართლო გაუმჯობეს, თუ ვიღაც პატიოსანი მოსამართლე გაჩნდა. სინამდვილეში პრობლემა არის ის, რომ თუ მოსამართლე ადგენს გარემოებებს, მისი ინფორმაციის წყარო მთავარი და ფაქტობრივად ერთ-ერთი სანდო ისევ ის სუსია. ანუ რაღაც მაგალითად ჯაშუში დაიჭერეს. საიდან ინფორმაციის წყარო? ეს საქმე იქნება დახურული, გარე კონტროლს არ დაექვემდებარება და მთელი ინფორმაცია საქმეზე იქნება სუსის მიერ მიწოდებული. ადვოკატებსაც სუსის ინფორმაცია ექნებათ. ანუ ყველაფერი სუსის ინფორმაციაა და წამოვიდგენთ რომ მოსამართლეს რამხელა გამბედა უნდა ქონდეს, რომ ეჭვი შეიტანოს ამ ინფორმაციაში. ანუ ჩვენ მოსამართლეს არ მარტო იურიდიულ კორექტულ გაწყვეტილებას ვთხოვთ ამ შემთხვევაში, არამედ პირად ინდივიდუალურ გმირობას, რომ თუ ეჭვი შეიტანა რაღაცაში, მიუხედავად მტკიცებულების საწინააღმდეგო გაწყვეტილება მიიღოს, ეს ხო შეიძლება პირიქით შესაბამად დაუშვას მოსამართლემ. შეიძლება ჯაშუში გაუშვას. და გამოვა რომ
თეორიულად კი ბატონო, უკეთეს სასამართლო შეიძლება რაღაც წვიმანებს სუსი შეზღუდოს, მაგალითად რაღაც ტიპის გამოძიებები გააჩეროს, რაღაც ტიპის მოსმენები გააჩეროს და ამ შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ თუ სპეცსამსახურს ეს უფლება აქვს, ჯაშუში მოდის და კრიტიკული სიტუაცია უნდა ქონდეს თუ არა ექსტრემალურ სიტუაციაში ვიღაცას მოусმინოს ამის უფლება. და თუ ვამბობთ რომ ის უნდა ყველაფერს სასამართლო კონტროლის ქვეშ იყოს, კარგად გამოიყურება ეს, მაგრამ მე ის გეტყვის რომ აბა მაშინ როგორ მოусმინო, წავა რომ გაიქცევა ორ დღეში შემოვიდა, სწრაფად დასაჭერები ყავდა. ამიტომ გამოდის რომ ერთი არის რაღაც ტექნიკური საჭიროებები სპეცსამსახურების და მეორე ადამიანის უფლებები. არ შეიძლება ტექნიკური საჭიროებები რომ მაღლა დავაყენოთ. ეს უნდა ვადოთ მოსამართლეს. სპეცსამსახურის შემთხვევაში არ გამოდის, იმიტომ რომ გარე ინფორმაციის წყარო არ გაქვს. და მაშინ მოსამართლე იძულებულია ისე სპეცსამსახურებს დაუჯეროს და ის სულ სპეცსამსახურები მართლები იქნებიან. და გამოვარო ეხა მართლა საჭიროება იყო თუ არა ვერ დაადგენ და ის რომ ბროტად გამოიყენა, ამის რისკი რო არსებობს, ბუნებრივია. ყველა მოსამართლე წესი არ იყოს, არც ერთი მორუსიძე იქ არ იყოს, მაინც არ იმუშავებს. ასეთი ფორმის სპეცსამსახურები არ უნდა იყოს. და აი თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე რო ავიღოთ, იქ ქმნიან დამატებით სპეცსამსახურებს, რომელიც აკონტროლებს სხვა სპეცსამსახურებს, მაინც არ მუშაობს. ან რაღაც მომენტში ეს კონტროლის გარეთ არის და რამდენი სკანდალი იყო. შეიძლება თავისუფალი მედია და მრავალფეროვნება პოლიტიკური აზღვევს ამას. ერთი გუნდი რო წავა, მეორე მოდის და შეიძლება გახეთქოს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ ამერიკაში ვხედავთ, რომ პოსტფაქტუმ ვიგებთ სკანდალებს. ანუ უკვე მოხდა, უკვე ვიღაც აწამეს, ვიღაცა დაიჭირეს, ვიღაც რაღაც უფლებები დაარღვიეს და გავიდა 5 წელი და მერე გაიგეს. კი დასაჯეს, მაგრამ სისტემა არ აკეთებს პრევენციას. პოლიცია წესიერ იმუშავებს, პროკურატურა წესიერ იმუშავებს, სასამართლო იმუშავებს, სიტყვის თავისუფლება იქნება, პოლიტიკური კონკურენცია არ შეგვეშინდება, რომ ვიღაცა 20-30 წლის ხელისუფლებაში იქნება და შემდეგ, მეში შეიძლება დავფიქრდეთ, რამე ისეთ სპეციფიკური უფლებამოსილების მქონე ინსტიტუცია შექმნა თუ არა. თან ეხლა აი ცოტა პრაგმატულად შევხედოთ, ამ რეალობაში ვისჯერა, რომ ჩვენი მთავრობა ებრძვის ჯაშუშებს. მე ეჭვი მეპარება, რომ ერთი ჯაშუში მაინც დავიჭირეთ. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტია ზეწოლის, მეტი არაფერს არ წარმოადგენს სუსი და რო გავაუქმოთ. აი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი არ იქნება, მაგრამ არა გონო ჩვენი უსაფრთხოება ოდნავ მაინც ამის გამო გავუარეს. გვაქვს ცოცხალი მაგალითი მოსადის, რომელმაც რაღაცა ფანტასტიკური სირთულის და წარმატებულობის ოპერაცია გააკეთა ჰეზბოლას წინააღმდეგ და მთელი ლიდერშიპი ამოხოცა ფაქტორი ერთ დღეში. და ჩვენ გვესმის, რომ რაღაც სიტუაციაში კარგი სპეცსამსახურები კარგ რაღაცას შეიძლება აკეთებდნენ. მაგრამ ამავდროულად იგივე სპეცსამსახურება ისრაელში დაუშვეს 7 ოქტომბრის ამბავი და ის ტრაგედია რაც მოხდა. ანუ თავისთავად ეს ყველაზე საუკეთესოების კი შეიძლება შეცდომას უშვებდნენ და არასდროს მუშაობდნენ. ამიტომ თუ ჩვენ ასე დიდ ძალაუფლებას ვიღაცას უნდა გადავაბაროთ, აი თუ არ გვაქვს აი ძალიან ცივილიზებული საზოგადოების დამახასიათებელია კონტროლის მექანიზმები, უბრალოდ ბევრად საშიში ხდება. იმიტომ რომ მე უფრო იმას დავეჯერებ, რომ სუსის მეშვეობით ვიღაცა რუსის ჯაშუში ჩვენ მთავრობაში არის, ვიდრე ის რომ სუსი იმას ებრძვის ამ რეალობაში. და მე არ მაქვს იმის განცდა, რომ რაღაც სპეცსამსახურები იცავენ ჩვენ ინფორმაციას მაგალითად და რუსეთს არ აქვს ცდომა რაღაცაზე, რაღაც უნდა მაგალითად ჩემზე მაგალითად გაიგოს რუსეთის სპეცსამსახურები და არ იციან. მე ამის განცდა არ მაქვს და მე არ შეხვედრი ადამიანს ამ იგივე განცდა არ ქონდეს. ყველა ის რომ რაღაცნაირად დაუცველები ვართ ამ შემთხვევაში. ამიტომ როცა არ ებრძვი მტერს, მაშინ არასდროხი შეიცვლება. გინდ ეს ინსტიტუცია, გინდა არა. თუ მე უბრალოდ მართლა დავინახეთ, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს. თუნდაც შეიძლება ახლა რუსეთის ჯაშუში გამოვავლინოს ჟურნალისტი, რაღაც ზოგადად გამოძიება იყოს და რაღაც გასკრეს და დავინახოთ პრობლემა გვაქვს. თუ ისეთ მდგომარეობაში ვიქნებით, რომ პოლიტიკური კონკურენცია, თავრობები ნაცვლებიან, მედია მუშაობს წესიერად, საზოგადოებაში არის რაღაც ჯგუფები თვითორგანიზებადი, რაღაც მიტინგი იქნება ეს თუ რაღაც არასამთავრობო სექტორი. აი ეს რაღაც კონტროლის მექანიზმები გვაქვს და თან რუსეთის ჯაშუშების ყავს. მე ვიფიქროთ რა უქნათ, იმიტომ რომ დაზვერვის ფუნქცია და კონტროლის პრინციპში ბუნებრივი ფუნქციებია. უბრალოდ მე ახლა ამჯერა ამ ყველაფრის ამ ინსტიტუციაზე მე არაფერი არ გამიგია ამათზე კარგი. მაგრამ ზოგადად ალბათ დამჭირდება. თან იქ შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივად წესერი ხალხი, რომელიც რაღაცნაირად კომპეტენტურები არიან ამაში. არ ვიცი ხო როგორ უნდა ვიყო ჯაშუში მაგალითად, მაგრამ ვიღაცება იციან და შეიძლება ეს ხალხი არ უნდა გაუშვა და არ დაკარგო. მაგრამ სხვა ინსტიტუციაში გადაიყვანოს, სადაც უფრო მეტი კონტროლი არსებობს და ამით კვალიფიკაციას დაკარგა ამ ხალხის. თუ არსებობენ ასეთი ხალხი და არც გადამეტებულ ძალაუფლებას მისცემ ხელში. თუ სათანადო მანდატი არსებობს და არის შეთანხმება, სუსი უნდა გავაუქმოთ და ჩვეულებრივი პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად უნდა ჩამოყალიბდეთ რა ფუნქციები გადავწეთ სხვა ინსტიტუციებს. აი კორუფციასთან ბრძოლის ფუნქცია ყველა ვარიანტში დარჩება. ვიღაცა ქვეყანაში ხო იქნება ის კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელია. ეხლა სუსი აკეთებს ამას და ესე იგი ვიღაც უნდა გადავწეთ. ამიტომ ბუნებრივია რაღაც ფუნქციები აუცილებლად დარჩება, მაგრამ თვითონ ერთიანი ინსტიტუცია არ უნდა არსებობდეს. ამიტომ ის უნდა გავაუქმოთ. პოლიტიკურად შევთანხმდეთ რა ფუნქციები დავტოვოთ, გადავწეთ სხვა ინსტიტუციებს და დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ
წესია დავატყოთ სასამართლო პროკურატურა და ის რაც თეორიულად მომავალში სპეცსამსახურებს გააკონტროლებს. აი როცა ეს დავწუნდებით, რომ ეს არსებობს, მე შეიძლება ვიღაცას ესეთი საშიში ძალაუფლება ვანდოთ და ისიც მეგონი ძალიან საშიში იქნება და ამიტომ აი სასამართლო კონტროლი თუ არ არსებობს და პოლიტიკური კონკურენცია რომ აი ლობირება არ ხდებოდეს რომელიღაც ჯგუფის მხრიდან სპეცსამსახურების, მაშინ არც უნდა დავიწყოთ გაკეთება. თუ ამას მივახციეთ და გვაქვს სასამართლო პოლიტიკური კონკურენცია, სიტყვის თავისუფლება დაცულია, ну მაშინ შეიძლება გარისკოს ადამიანად და სპეცსამსახურების შექმნას. იმიტომ რომ ისევ ისრაელის მაგალითად გვეუბნება რომ კარგია რომ ყავს სპეცსამსახურები. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ არაფერი კარგი მათ არ გაუკეთებია ჩვენ ქვეყნისთვის.